მოგესალმებით მეგობრებო, ამ ობიექტზე მე უკვე დავასრულე კედლების გასწორება, შავი პირის სამუშაოები მორჩენილი არის და მე ახლა უკვე უნდა დავიწყო კედლების დამუშავება სუფთაპირის შპაკლით. მაგრამ სანამ სუფთაპირის შპაკლის დამუშავებაზე გადავალ, ჯერ კედლები არის მოსამზადებელი, ანუ მომზადებაში ასე გულისხმობ, რომ კედლები უნდა დავშკურკო, ისევ დავგრუნტო და მერე დავიწყო მომზადება. კადრში ახლა როგორც ხედავთ, კედელი არის ხორკლიანი, ასეთი ზედაპირი სუფთაპირის სამუშაოებისთვის არ არგა. ეს უნდა გაიშკურკოს და შემდეგ უნდა დაიგრუნტოს. გრუნტი აუცილებელია, რომ კედელზე ასებული მტვერი მოკლას და შპაკს კაი მოჭიდება ქონდეს, როდესაც კედლის დამუშავებას წიწყებ სუფთაპირის შპაკლით. მტვერი არის ყველაფრის მტერი და არ შეიძლება მტვრიან ზედაპირზე არც შპაკლის ხმარება, არც პირდაპირ საღებავის გადასმა, არაფერი. აუცილებელია ყოველთვის გრუნტის გამოყენება შკურკის მერე. ახლა როცა დავამთავრებ სუფთაპირის სამუშაოებს, შემდეგ უკვე გადავალ ჭერის შეღებაზე, შემდეგ კედლებზე შპალირის გაყურას დავიწყებ და ამით დამთავრდება ჩემი სამუშაო. მანამდე კიდე აი ეს გამოიყურება დამუშავებული კედლები და მინდა განახოთ კიდე ეს არის 1.30 პრავილა, ეს არის 2.5-იანი პრავილა, ეს არის 3 მეტრიანი პრავილა. ეს 1 მეტრიანი პრავილა და აქ მაქვს კიდე პრავილები, რომელსაც ვიყენებ. ესეც 1.5-იანი პრავილა არის, მაგრამ აი ეს რაში გამოიყენება ეს პრავილა, არ ვიცი, ძალიან უხარისხო არის. თვით ზააჭე და იდრიკება. ეს ამისი ხარისხი არის 0, ამას არაფერში არ ვიყენებ, უბრალოდ რომ მოვიდი ობიექტზე დამხვდა. ხო და კედლებს მოგეხსენებათ ვასრულებ პრავილის გამოყენებით, რომ კედლები გავასწორო. აი შედეგი თუ როგორ არის გასწორებული კედელი. აი ესეც დიაგონალს დადებული და ესეც აი ესე სიგანეზე